მოგესალმებით, ჩემი სახელი არის ზევანი და დღეს ჩვენ ვართ უკვე სიღნაღში. კახეთის წინა ვიდეოში თქვი რომ დასასრულში თქვი რომ შემდეგ ვიდეოს უნდა დაიხმო სიღნაღში და აი დადგა ეგ ვიდეოს ჯერიც კარგად ამიღია ეს კადრები თუ როგორ ამოვედი სიღნაღში, იმიტომ რომ ნუ ჩემო ნაცავმა მომიყვანეს. დილით ამოვედი, ხარი დილის 11 საათი და ქალაქში ვარ დაახლოებით 5 წუთია უკვე და არის უსაოცრესად და უკატასტროფესად ძალიან ლამაზი. უბრალოდ რომ შეხედოთ რა სილამაზეა აქეთ. მოგეთ, აი ეს გოგონა არის ჩვენი კიდე რა თეთრი მაისური როსია და ქართველი არის ხო და შემოგიერთდებით ხო და აი დამთანხმდა ხო და ამათ ერთად ვიქნებით ცოტა ხანს. სადამდე გავქაჩავდა. მე ნახოთ რა თუ წავედი სადმე. კივეტკი შევეკითხები რაღაცებს და წავალ. ეს არის ულამაზესი ადგილი ხა? ანუ ეს გადმოსახედი ძალიან მომეწონა და დარწმუნებული ვარ რომ ამასე ბევრად უკეთესები არის ხა აქ. მაგრამ ძალიან ლამაზი არის რა. შენი სახელი? ნინი. ინგლისურენოვანი უცხოელებთან მუშაობ და საქართველოში. ძალიან ლამაზია. բայց შემოგეტე. ეს უკვე ქართველებსაც მუშაობ. კარგია. ჩემ უკან ხედი არის ისე საოცარი, უბრალოდ შეხედეთ. ეხლა მივდივართ კედელთან სიღნაღის და ფიქრობ რომ კიდევ უფრო მეტად ლამაზი ადგილები მიელოდება. აი ეს კედელი როგორც გავიგე და როგორც ჩანს კიდევაც მთელ ქალაქს არტყამს კრუგს და მთელი ქალაქი არის შემოსაზღვრული აი ამ კედლით. აი აქ თუ ხედავთ, აი აქ არის ეგ კედელი რა. აი აქ ავალ ქვევით არის შესასვლელი. აი აქ ის რა არის პროსტა ანუ რატო აგდეთ ხალხო ესეთ ადგილებში? არ ვიცი, თან არის შარდისუნის საშინელი და კიბეზე დასასვლელიც ცოტა ისეთი არის ცუდი, მაგრამ ავა, ისეთი მხილად ჩანდა მოხსნა რომ იუსავდი ვარ და კატასტროფა. აი, ავედით, ცოტაც და ავედი. შეხედეთ. მოკლედ მზე არის ძალიან ცხუნვარი და ჩავიწვი მოკლედ, მაგრამ აი როგორ გინდა რომ აი ამ ხედს არ უყურო და თან ამავდროულად როგორ უნდა წუწუნებდე იმაზე რომ ცხელა. ამ ხედს რო უყურებ პროსტა მაგრამ ეს უმოვიწდობა სიცხეს და ყველაფერი რა, დაღლილობა არაო. სიღნაღში ძალიან კარგი რამე აღმოვაჩინე. შევხვდი ბავშვებელ ბავშვებს და ჩემთვის ძალიან ძირფასი არის ეგ, იმიტომ რომ ბათუმოს უსად მივხედავ, ძალიან მიხარი.
მადლობა ბათუმელ ბავშვებს, რომ ასე ერთხმად შეგვძახეს, რომ გამოიწერეთ არხი და მართლაც გამოიწერეთ არხი. ბევრ კარგ ვიდეოს გიმზადებთ, როცა დავრუნდებით თბილისში. So guys, this is scenery. You like it? Yeah, Yeah? Where you from? China. China. I'm from Georgia. Georgia. Batum, yeah. Local people. Yeah. Okay. Thank you. მოკლედ ესე იგი ძალიან სიწყარეა, სილამაზეა, სიმშვიდეა. უამრავი რესტორანია აქ. არჩევანი მაგალითად ჯაჯაობით ვერაფერზე, თუმცა ერთ-ერთ შეუცვლელად შევალ გავსინჯავ ხაურ საჭმელსაც. და წავალ თბილისში, დღეს დავბრუნდა უცბად თბილისში, ხვალ სამწუხაროდ საგარეჯოში ვეღარ მივდივარ და ვერ ნახავ იქაურობას, რადგან უნდა ვიყიდო ორ შაბათი არის ილიაში ხვალ და უნდა ვიყიდო ნივთები, სავარაუდო ნივთები რა. კარავი არის პირველი პრიორიტეტი ჩემთვის. კარავი უნდა ვიყიდო აუცილებლად და ვერ მოვასწრებ ფიზიკურად. თუმცა სამაგერად თუ რის გამოც ვიყავ ვიდეოში აქ შემოსული ვნახე და ძალიან მომწონს. იმედია კარგი ვიდეოები გამოდის და კარგი ვიდეო გამოვა საერთო ჯამში და გამოიწერეთ აუცილებლად არხი. გამოიწერეთ არხი. მოკლედ ესე იგი ახლა ვარ რესტორან ტერასაში და შევუკვეთე სამი რამ ხინკალი როგორც საქართველოს შესაბამება, აჭარული როგორც მესამე და მწვადი როგორც კახეთ შესაბამება და ვნახოთ როგორი იქნება, როგორ მომეწონება. დროს ვიხილდით და სანამ ჩემი შეკვეთა მოვა, მაგრამ და გეტყვი თუ რატომ ქვია ზევანი და რას ნიშნავს ზევანი რა. და დავიწყებ იქიდან თუ რას ნიშნავს აბუ. ზევან აბუ, ნუ აბულაძე ვარ გვარად და ინიციალები ავიღინო აბუ. მაგრამ რას ნიშნავს ახლა ზევანი? ზევანი არის ორი ციფრისგან შემდგარი სახელი 0 და 1, ანუ 0 და 1. ზეს ინიციალები ავიღე Z და E. და 1 ონი არ წერია და როგორც ქართველები ვამბობ once, აი ისე დავარქვი, ანუ ისე შევკარი რა და გამოვიდა Z1. ეხლა მნიშვნელობა რა აქვს? 0 და 1. და რას ნიშნავს? ეხლა მე მოღვაწეობ ორ სფეროში რა, ერთი არის მიყვარს ან წერა და ლიტერატურა და ეხლა მუშაობ ჩემს პირველ წიგნზე და ლიტერატურულად 0 და 1 ჩემი პროფესიიდან გამომდინარე და ჩემ პროფესიაში 0 და 1 ყველაფერში არის აბსოლუტურად, რადგან 0 და 1 გარეშე ეს არის ბინარული კოდი და მის გარეშე ვერაფერს ვერ გავაკეთებ. ლიტერატურულად მას მიეცა ასეთი მნიშვნელობა, 0 არის არაფერი, 1 არის ყველაფერი. თუ როდესაც შენი იბადები ხარ 0, ანუ არაფერი, არაფერს არ წარმოადგენ, თუმცა როდესაც ცხოვრობ ცხოვრების მანძილზე აუცილებლად უნდა გახდე 1, ანუ ყველაფერი. ან ის რაც შენ გინდა მართლა და არა საზოგადოებას უნდა. თუმცა როდესაც იწყებ შედარებას ღმერთთან და იწყებ შედარებას რაღაც სხვადასხვა საკითხებისთან
შენ რეალურად არაფერი ხარ, არაობა ხარ, მეტი არაფერი არ ხარ და ისევ ნულამდე მოდიხარ რა. იბადები 0, ცხოვრებაში ხარ 1, თუმცა საბოლოოდ მაინც 0 ხდები, მაინც 0 ხარ რა, როცა იაზრებ ყველაფერს, მაინც 0 ხდები და ამიტომაც იწყება 0-დან და 1-დან, 0-დან და გაგრძელდება 1-მდე. და არა მაგალითად 1-დან 0-მდე რა. ეს განმარტება ჩემს სახელს გამიხარდება თუ ზევანის სახელით მომართავთ არა ნიკას სახელით, იმიტომ რომ ამ არხზე და ზოგადადაც არა ვარ, ახარ ვარ ნიკა და ვარ გავხდი უკვე ზევანი, თუ რატო გავხდი ზევანი, ამასაც აუცილებლად გეტყვით და მომავალ ვიდეოში გაიგებთ თუ რა განსხვავება ნიკასა და ზევანს შორის. მომავალ ჩემ პატარა გეგმებსაც გეტყვით. ძალიან მალე თუ არა უახლოეს მომავალში გამოვა ჩემი პირველი წიგნი სახელად კათარზისი და იქნება ჩემ ზევანისებურ შეხედულებაზე და ზევანისებურ აღთქმაზე თუ როგორ აღვიქვავ მე ამ ცხოვრებას და ამ სამყაროს და ამიტომ უფრო კარგად გამიცნო. ესა ჩვენი პირველი შეკვეთა აჭარული. განიმენია. მართლა განიმენია. просто ხმაურია. თორე ესე შემდეგი კერძი. ესეც ჩვენი მწვადი. კარგად გამოიყურება. და ნახოთ როგორი გემო იქნება. მწვადი არის ძალიან სველი და გემრიელი. მწვადისთვის მოდის აქ. ინკანი ძალიან გემრიელი იყო მარტო, მაგრამ მწვადზე გემრიელი არა მრავალი. მარტო არ იყო არაფერი. მწვადი უგემრიელია მარტო წვნიანი და აი აბალანსებული. მოკლედ ავედი თბილისში. დაუშვიდობ თაურობას. ესეც ჩვენი ხედი. წავედით. დრო არის უკვე რომ დაუბრუნდეთ თბილისში და მივხედოთ ჩვენს საქმეებს. დღევანდელი ვიდეოც დასასრულს მივუახლოვდა. გამოიწერეთ ეს არხი, დაალაიქეთ ვიდეო და გაუზიარეთ ყველას, ვისაც აინტერესებს მოგზაურობა საქართველოს გარშემო. ამ არხზე თქვენ ნახავთ მოგზაურობის ვიდეოებს და ასევე სხვა კონტენტებსაც ნახავთ, თუმცა მეინ კონტენტი მაინც არის მოგზაურობა. ახლა სიგნახის ამ ვიდეოს ვამთავრებ, თუმცა შემდეგში აუცილებლად წავალ ისეთ ადგილას, სადაც უფრო კარგი ხედები იქნება, უფრო სილამაზე იქნება და უფრო მეტად შემეცნებითი იქნება ვიდეოები. მესმის და ვიცი რომ ამ ვიდეოთ ეხლა ვერაფერი დიდი ვერ გაიგეთ და ვერც ისწავლეთ, მაგრამ ნუ ხედები ხო ნახეთ, ეგეც არის. თლათ ნუ გადამივლით თავიდან ბოლომდე რა. დღევანდელი ვიდეო კი ამით ასრულებულია. გამოიწერეთ არხი და დაალაიქეთ ვიდეო. მადლობა ყურებისთვის და ნახვამდის შემდეგ შეხვედრამდე. ვიცი რომ ესე იგი აქ უნდა დამთავრებული იყო ვიდეო, თუმცა მინდა ერთი პატარა რაღაც გითხრათ. ამ ვიდეოს გადაღებიდან, ბოლო კადრის გადაღებიდან გავიდა 2 დღე. დღეს ვაედიტებ ამ ვიდეოს იდეაში და დღეს უნდა დავდო. და მინდა გითხრათ რომ მიკროფონის პრობლემა გადავჭერი. მიკროფონი შევიძინე და ეს არის საბოლოო ვიდეო, სადაც არ მაქვს მიკროფონი იდეაში. შემდეგი ვიდეოებიდან ვეხება მიკროფონით. შემდეგი სტოპის ვიდეოებში უკვე უშუალოდ სხვასთან აღარ დავჩები და დავჩები კარავში, რადგან კარავიც ვიყიდე და აღჭურვილობა უკვე სრულიად მაქვს. და ეგ არის რა, მინდოდა რომ ის მithქვა. დავამატებ იმას, რომ მადლობა ამ მომენტამდე რომ მოხვედით და ამ მომენტსაც უყურებთ. კიდევ დავამატებ იმას, რომ წინ ბევრი საინტერესო ვიდეო გველოდებათ და მართლა ყველაფერი იმაზე ვფიქრობ, რომ ყოველთვის იმაზე ვფიქრობ, რა გადავიღო და იმაზე ვფიქრობ, რომ რა კონტენტი შემოვიტანო არხზე. გეტყვით, რომ არხზე იქნება ტექნოლოგიის განხილვაც ვიდეოები და შემდეგში უფრო კიდე სხვა რაღაცებზე დავამატებ, როცა განვითარდება არხი რა ნელ-ნელა როგორც განვითარებ არხს. მადლობა რომ აქამდე მოხვედით, გამოიწერეთ არხი, დაალაიქეთ ვიდეო და დააკომენტარეთ რა მოგწონთ, რა არ მოგწონთ.
რას მირჩევთ და ასე შემდეგ. წავიდე ხოლმე რა ადგილები მოვინახურო, რა გაინტერესებთ, სადაც გინდა წასვლა, ვერ მიდიხართ. ნახოთ მე თუ წავალ, მე წავალ. თუ ვერ წავედი, ნუ ვერ წავედი რა ვუყო ეხლა. არ ვარ ისეთი შეძლებულიც რომ რაღაც ყველგან წავიდე, მაგრამ ნუ ვეცდები რომ წავიდე და რაღაც ხერხები გამოვნახო რა. ალბათ ეგენი ჭი მაქვს რომ ბევრნაირ გამოსავალს პოულობ რა. მადლობა და ნახვამდის. შევხვდებით კიდევ ძალიან მაგარი ვიდეოებით და შემდეგი სტოპის ვიდეოები იქნება სამწუხაროდ ჯავახეთიდან და ხო ეგ არის და ეგ. მადლობა ყურადღებისათვის და ყურებისთვის. ნახვამდის.